ჩვენ შეკითხვებს ახლა ზურაბ პოპაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. საღამოშიდობის მოგესალმებით ყველას. უკვე რამდენიმე საათია თქვენ იმყოფებით აჭარის რეგიონში. წინასწარი მონაცემებით რა ვითარებაა სტიქიის ზონაში? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით საზოგადოებას. დღევანდელი მდგომარეობა არის სტაბილური, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს, მიმდინარეობს იმ მძიმე მეწყერულ ადგილებზე დათვალიერება, გეოლოგები მუშაობენ ასევე ჰიდროლოგები. ჩვენ გვექნება ხვალ უფრო ზუსტი ინფორმაცია დილით უკვე თუ რა მდგომარეობაა, ვინაიდან 24-25-ში როგორც მოგეხსენებათ, ველოდებით ოდნავ გაუარესებას ამინდის, თუმცა მე არ მინდა რომ ამით მოსახლეობა ასე ვთქვათ შევაშინოთ. ეს არ არის ის ნალექი და ეს არ არის ის სტიქია, ასე ვთქვათ, რომელიც იყო 2008 წელს, ყველა ალბათ გახსოვს 2008 წელი. უხეშად რო ავიღოთ, რომ იყოს მოსახლეობისთვის უფრო გასაგებანაზე ნათქვამი. ჩვენ 24-ში და 25-ში არ ველოდებით რაიმე ისეც, რისთვისაც მთავრობა არ იქნება მზად და არ იქნება მობილიზებული. ბატონო ზურაბ, წყალდიდობებთან ერთად ბოლო 2 დღის განმავლობაში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. თუ იკვლევენ სპეციალისტები დამეწყრილ ზონებს და რამდენად მოსალოდნელია მეწყრული პროცესების განმეორება რეგიონში? რა თქმა უნდა, გეოლოგები და ჰიდროლოგები მუშაობენ ნალექის დროს 20-ში და 21-ში. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი მდინარიდან, კალაპოტიდან, ასე ვთქვათ, წყალი არ გადმოსულა. ანუ ეს არ ყოფილა წყალმოვარდნა, ეს იყო ჩვეულებრივად მდინარეების ადიდება. რაც შეეხება მეწყერულ უბნებს, 25 მეწყერული უბანია უხეშად, აქედან 4-ია შედარებით უფრო მძიმე. გეოლოგები ამ ყველაფერს იკვლევენ, ხვალდილით ზუსტად გვექნება ეს შედეგები, დილით 11 საათზე არის შეხვედრა, შემდეგი სამუშაო და ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია თუ 24-ში და 25-ში მოსალოდნელი ნალექი რაიმე დამატებით ზიანს მოგვიტანს თუ არა. თავიდან ბოლომდე მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი სტრუქტურები არიან მობილიზებულები და 24-ისთვის, ასე ვთქვათ, ყველა სტრუქტურა არის მზადყოფნაში და არაფერს არ ველოდებით ჩვენ ისეც, რაც ასე ვთქვათ გვაშინებს. ანუ მსგავსი მდგომარეობა არ განმეორდება. არა, ჩვენი მონაცემებით და ჩვენი პროგნოზით მსგავსი მდგომარეობა არ განმეორდება. ბატონო ზურაბ, თქვენთან ერთად აჭარაში იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები. დაიწყეს თუ არა მდგომარეობის შესწავლა და როდის დაიდება დასკვნები? რა თქმა უნდა, პირველი დღიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ, ნახულობენ იმ დაძაბულ ადგილებს და ხვალ საღამოს სავარაუდოდ ექნებათ სრულად შესწავლილი და უხეშად 10 დღეში, 12 დღეში ჩვენ გვექნება დასკვნები ყველა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც კი გააქტიურდა მეწყერი თუ რა მდგომარეობაა და უნდა გვეშინებდეს თუ არა ხვალ და ზეგი შემდეგი ნალექის. თქვენთან ერთად ბატონო ზურაბ, დღეს ჰიდროლოგების ჩამოვიდნენ, რამდენად არის შესაძლებელი უხვი ნალექის პროგნოზირება? იყო პროგნოზირებული ჭარბნალექიანობა, თუმცა ამ დონის უხნალექს არ მოელოდნენ. რა თქმა უნდა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ აღჭურვილი, ასე ვთქვათ, იმ 21 საუკუნის აღჭურვილობით, მაგრამ ჩვენ გვქონდა ამ ყველაფერზე ინფორმაცია. მინდა გავუსვა ხაზი, რომ 21-ისთვის იყო ნალექის 150 მმ, ჩვენ 24-ისთვის ველოდებით 100 მმ-ს. განსხვავება ალბათ მოსახლეობისთვის ადულად გასაგებია. 4 ბალი იყო ზღვაზე. 4 ნახევარს ველოდებით 24-ისთვის, ხოლო რაც შეეხება ქარს, ქარის სიმძლავრე იყო 21 მეტრი/წამში და ქარი ოდნავ იმატებს 24-25 მეტრი/წამში იქნება 24 რიცხვისთვის. ბატონო ზურაბ, დარიელის ხეობაში უკვე დამონტაჟდა ავტომატურ რეჟიმში მომუშავე წინასწარი შეტყობინების მეტეოსადგური. იგეგმება თუ არა მსგავსი ტიპის სადგურის დამონტაჟება ჩვენს რეგიონში და ასევე იმ რეგიონებში, რომლებიც რისკ ფაქტორის ზონას განეკუთვნება? რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ამ თემაზეც, ჩვენ სამტრედიაში რამდენიმე დღეში დავამონტაჟეთ შემდეგ სადგურს, 10 დღეში მაქსიმუმ 2 კვირაში იგეგმება ხულოს რაიონში დამონტაჟება შემდეგი სადგურის. ამ სადგურიდან ჩვენ საშუალება გვაქვს მივიღოთ ონლაინ ინფორმაცია თუ ქარის სიმძლავრეზე, ქარის მიმართულებაზე, ნალექზე, ტენიანობაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ წინასწარ გავსაზღვროთ თუ რა ამინდი იქნება მოსალოდნელი უახლოეს დღეებში.